أما بعد დღეს ალლაჰის წყალობით ჩვენ დავიწყებთ გაკვეთილების სერიას რომელიც არის მიზნური ანუ რომელზეც ვლაპარაკობთ შუმავალის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ცხოვრებაზე მის ისტორიაზე მის დაბადებაზე და ასე შემდეგ და მინდა თქვა რომ ერთ-ერთი წყარო ვისაც აქვს ისტორია შუმავალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ეს არის მარტო მუსლიმებს აქვს მასზე წყარო ჩაწერილი ყველაფერი ჰადისები და ასევე ყურანში არის მისი ისტორია და ასევე ჰადისებში არის მისი ისტორია მისი დაბადებიდან და მაგის მერე როგორ ხდებოდა და რა და მე შევეცდები მოვიყვან მხოლოდ საჰი ჰადისები რაც არის აუთენტიკური არ მოვიყვან იმ ჰადისებს რომელიც არის სუსტი ჰადისები და ასე შემდეგ შევეცდები მაქსიმალურად და გამოვიყენებ რამოდენიმე წიგნებს დიდი ალიმების წიგნებს რომელიც ეხება ამ თემას ავიღებ და შევეცდები თან ანუ რიგრიგობით ყველაფერი რაც არის მოსული მაგაზე რომ თანამდებობა არ დაკარგოს ისე მოიყვანო ყველაფერი ხანდახან პროფესორები და მუჰადისები სწავლულები ისლამის ლაპარაკობენ იმაზე რომ როგორი იყო ცხოვრება არაბების სანამ მოვიდა შუმავალ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა მე მოვიყვან რამოდენიმე რაღაცას ბევრს მაგაზე არ ვილაპარაკობ მინდა ეგრევე გადავიდე შუმავალ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ეკონომიკით არაბები მაგ დროს არ იყვნენ ძალიან ძლიერები მაგით ისინი იყვნენ უფრო ცნობილი იმით რომ ანუ კურეშიდები სადაც იყვნენ ყველაზე ცნობილი ტომი იმით შოულებენ პოს ან ცნობილი იყვნენ რომ ქააბასთან ღმერთის სახლთან ქააბასთან რომელიც აშენა გადმოცემული ჰადისები ნუ ადამი ალეიჰის სალამ და რომელიც აში ყურანში რომ არის მოხსენებული რომ აშენა იბრაჰიმი ალეიჰის სალამ აბრაამი თავის შვილთან ერთად ისმაილთან ერთად აშენა ქააბა და მან მოდიოდა ხალხი ანუ რომ თავის რიტუალები გააკეთებინათ და ასე შემდეგ მაგისგან ფოსაშოულებენ ვაჭრობას ჰქონდათ და ასე შემდეგ არაბებს ჰქონდათ ძალიან ცუდი თვისებებიც და ძალიან კაი თვისებებიც მაგალითად რამოდენიმე ცუდი თვისება ჰქონდათ მაგათ ისე რომ ძალიან ხშირი ომები ჰქონდათ მაგათ ერთმანეთში სისხლის დაღვრა და ასე შემდეგ ასე ისეთი ცუდი თვისებები იყო როგორც მაგალითად ანუ ეს მე უკვე ვლაპარაკობ ანუ დაბალი დონის ხალხზე არა მაღალი დონის ხალხზე არამედ დაბალი დონის ხალხზე ჰქონდათ მაგათ ისეთი წესები რომ შეიძლება მაგალითად ქალს შეეძლო აეშინება რაღაცა პალატკა ასე შემდეგ ასე თქვა პალატკა და შეიძლება 10 კაცი მისულიყო მაგასთან რიგრიგობით და მრუშობა ჩაედინა მაგასთან მე როცა გადიოდა 9 თვე ბავშვი დაიბოდებოდა ყველა ეს 10 კაცი მოდიოდა თავის თითით ანუაჩვენებდა რომელი იყო მამამისი ეგრეთ ცუდი თვისებების ჰქონდათ მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო დაბალი ხალხის ანუ არ იყო მაღალი ხალხთან არ იყო ეგეთი რაღაცა რა შეეხება კარგ თვისებებს რამოდენიმე კარგ თვისებებს მოვიყვან მაგათ ჰქონდათ ანუ ძალიან კაცად იყვნენ ჩაჭიდებული თავის სიტყვაზე თუ კაცმა ან ქალმა უფრო კაცებმა თუ რაღაცა სიტყვა თქვეს აუცილებლად ასრულებდნენ თავის სიტყვას მაგათვის აი სიტყვის არაშესრულობა იყო აი ცხოვრების დანგრევა მაგათი თუ ადამიანმა კაცმა თქვა რაღაცა სიტყვა და არ შეასრულა თავის სიტყვა რომ იყოს რაღაცა პატარა რაღაცა რომ იყოს მთელი ტომები მთელი ხალხი მან ვინც ცხოვრობდა იცოდა რომ ის ადამიანი არ იყო თავის სიტყვის პატრონი მაგის მერე შეიძლება დაკარგულიყო მისი ცხოვრება ასევე კარგი თვისებებისგან იყო რომ ის ძალიან დიდგულიანი იყო ანუ დიდგულიანი მე იმას ვამბობ რომ ეხმარებოდნენ ხალხს ძალიან ხშირად ეხმარებოდნენ ხალხს ასევე გადმოცემულია რომ მაგალითად შეიძლება მაგ დროს არაბს არ ყავდეს გარდა ერთი აკლიმისა ერთი აკლიმი ყავს სულ მოვიდა მაგასთან სტუმარი მშიერი რომელსაც ცივა რომელსაც შია და შეიძლება ეს ერთი აკლიმი დაკლას იმისთვის რომ ის თავის სტუმარი ან მგზავრი რომელიც მიდის გზაშია რომ მაგას დაეხმაროს და ეგეთი არის გადმოცემული ძალიან ბევრი და არაბები იყვნენ ცნობილი ერთმანეთში მასში უფრო ლექსებით ხანდახან მაგათ დუელები ჰქონდათ ასე ვთქვათ ერთმანეთში ბრძოლა ლექსებით გამოდიოდა ერთი არაბი კაცი და ლექსებს ყვებოდა ეს მეორე ყვებოდა და ასე ვთქვათ ბრძოლობდნენ ერთმანეთში რომელი იყო უფრო ლამაზი ლექსები ჰქონდა და მაგაც და ასე შემდეგ და მაგაზეც იყო ძალიან ბევრი ჩაწერილი ლექსები იმ თემებზე რომ უნდა იყო გულკეთილი დაეხმარო ხალხს და ასე შემდეგ ღატაკებს დაეხმარო ასევე კაი თვისებებიდან მათ ჰქონდათ რომ დაჩაგრულ ხალხს ეხმარებოდნენ აბდულ მუტტალიბი თუ არსებია აბდულ მუტტალიბი იყო შუმავალის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის მისი ბიძა რომელიც დაარსა ეგეთი აბდულ მუტალიბი კი არა ბოდიში აბდულ მუტალიბის მამა ანუ
შომავალ მუჰამედის ბაბუის მამა. გააკეთა ისეთი წესები, ისეთი ასე ვთქვათ, დაჯგუფება თელიან ქალაქში, რომ თუ ვიღაცა მოვიდოდა ღატაკი ან სუსტი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა ზურგი, ანუ ნათესავები არ ჰქონდა, არც მეგობრები, არც თავი და ვიღაცა მას დაჩაგრავდა, რომ ყოფილიყო მაგათი ტომიდან, მაგათი ნათესავი, აუცილებლად იმ ადამიანს მერე ეხმარებოდნენ და ვინც უარს ამბობდა მაგაზე, ანუ არ უბრუნებდა დაჩაგრულ ადამიანს, რაც მაგას ეკუთვნებოდა, მაგას ძალიან სასტიკად მერე ემყობოდნენ, ძალიან სასტიკად. ეს იყო ასე ვთქვათ მოკლედ რომ მაგაზე ვილაპარაკოთ. შომავალ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ დაიბადა 571 წელს აპრილში, მეახლოებით 20 ან 22 აპრილი იყო. რა შეეხება მუჰადისების ისლამის სწავლულების შორის, ანუ ზუსტად არავინ არ იცის რომელ კონკრეტულ დღეს დაიბადა შომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. მაგრამ ყველა ვიცით რომ იყო ორშაბათი და ეს იყო სპილოს წელი, რომელიც არის ცნობილი გადმოცემული ჰადისებიდან, რომ საჰაბები ყვებოდნენ რომ მე და მუჰამედი, შომავალ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ დავიბადეთო სპილოს წელში. სპილოს წელი არის ცნობილი წელი, მაგაზეც ინშალა ჩვენ მომავალში ვილაპარაკეთ, ვიტყვით რა, ანუ რატო ქვია იმ წელს სპილოს წელი, მაგაზეც ინშალა ვილაპარაკებთ. მუჰამედის მამას ერქვა აბდულლა ბინ აბდულ მუტალიბ, აბდულლა და დედამის გვინდა ამინა. აბდულლა ბინ აბდულ მუტალიბ დაქორწინდა ამინაზე, მაგათ შეეძინათ ბავშვი, რომელსაც ერქვა მუჰამედი და ჰადისებიდან გამომდინარე, ზოგიერთი სუსტი ჰადისები, მაგრამ არის ასევე სახი ჰადისები, რომ როცა შომავალ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ დაიბადა, რომ დედამისისგან გამოვიდა სინათლე, იყო ანუ რაღაცა ნიშნები, რომ ეს უბრალო ბავშვი არ იყო. შომავალ მუჰამედის მამა აბდულლა გარდაიცვალა სანამ ნახა თავისი შვილი, ანუ სანამ დაიბადებოდა გარდაიცვალა. როცა დაიბადა შომავალ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, აბდულ მუტალიბი, ანუ ბაბამისი ეხმარებოდა ყველაფერში მუჰამედ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. როცა დაიბადა შომავალ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, აბდულ მუტალიბი აიყვანა მუჰამედი, წაიყვანა ქააბასთან აწია მაღლა და შილოცვა გააკეთა მადლიერების გამოხატვა ღმერთის მიმართ. რომ არაბებს ჰქონდათ ეგეთი ჩვევა, რომ ეგეთი წესი, თუ ბავშვი იბადებოდა, მიყავდათ ქააბასთან, აწევდნენ ქააბასთან და ღმერთს მადლობას უხდიდნენ მადლიერების გამოხატვას და ასე შემდეგ. ასევე კურაიშიდებს არაბებს, რომელიც ცხოვრობდნენ ქალაქში, მაგათ ჰქონდათ ასეთი წესი. როცა ვიღაცა ბავშვი იბადებოდა, ისინი პოულობდნენ თავისი ბავშვებისთვის, ასე ვთქვათ, ძიძას, რომელსაც წაიყვანდა მის ბავშვს, ასე ვთქვათ, ბედუინები უდაბნოში, ასე ვთქვათ, შეიძლება თქვა ჩვენ დროს, როგორც სოფელი. მან ბავშვები, რომელიც იზრდებოდნენ, უფრო ძლიერები იზრდებოდნენ, მათი იმუნიტეტი უფრო ძლიერი იყო, ჯანითაც უფრო ძლიერი ბრუნდებოდნენ და ეგეთი წესი ჰქონდათ მაგათ. და მოვიდა, როცა დაიბადა შომავალ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, ობოლი იყო უკვე, მამა არ ყავდა მარტო დედა. მოვიდა ხალხი ბედუინებიდან, წამოვიდა ხალხი მექაში, რომ აიყვანათ ბავშვები იმისთვის, რომ წაიყვანათ და თავის რძით, ძუდუთი, მკერდით რძით აჭმევდნენ, მიხედავდნენ და მოვიდა ერთი ქალი, რომელსაც ერქვა ჰალიმა. ჰალიმა, რომელიც იყო ტომიდან ბანუ საადის ტომიდან, ტომს ერქვა ბანუ საად. მოვიდა თავის დაქალებთან ერთად, იმისთვის რომ ენახა ბავშვი, რომ წაიყვანებინა, გადაუხდიდა მაგას, ფულს მისცემდა, წაიყვანდა თავის სახლში და მიხედავდა ამ ბავშვს 2 წლის განმავლობაში. და როცა მივიდა ჰალიმა შომავალ მუჰამედთან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, არის გადმოცემული ჰადისი, რომელსაც ახლა მე მოყვები, რომ ჰალიმა თვითონ ჰალიმა ყვებოდა, როცა მივიდა აბდულ მუტალიბთან და ნახა და ყვებოდა, რომ როცა ჩვენ დავიწყეთ, გზა მექისკენ, ჩვენი ტომისგან მექისკენ დავიწყეთ გზა, ის მიდიოდა თავისი აკლემით, აკლემი ყავდა მაგას, თეთრი ფერის, ნათელი ფერის აკლემი იყო, ბოდიში აკლემი კი არა, ვირი იყო და მაგასთან ერთად ასევე იყო აკლემი. და ორივე ვირის და აკლემი იყვნენ, სუსტები იყვნენ, არც ძდი არ ჰქონდათ ბევრი. იმიტომ მათ საიდანაც მოდიოდნენ, არის ძალიან ბევრი სიმშრალი, ბალახის ბევრი არ მოდის და მაგ ცხოველებსაც რძე ბევრი არ აქვთ. და ჰალიმას ასე ყვებოდა, რომ ხანდახან, ღამეობითაც ვერ იძინებდნენ, იმიტომ მას ჰყავდა შვილი, რომელიც ტიროდა, შიმშილის გამო ტიროდა. და მიდიოდნენ მექაში აიყვანათ ბავშვები და ყველა მისი დაქალი, ვინც მივიდა მაგასთან ერთად რომ აიყვანათ ბავშვი რომ მიხედონ, აიყვანეს ყველა შვილი. და არავინ არ მიდიოდა შომავალ მუჰამედთან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, იმიტომ რომ ობოლი ბავშვი იყო და იძახდნენ რა უნდა გადაიხადოს ეხლა ობოლი ბავშვის მშობელი ან დედა ან ბაბო რა ფული უნდა მოგცესო და არავინ არ იღებდა მუჰამედ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ რომ მიხედოს, რომ თავის რძით აჭამოს, მიხედოს, წაიყვანოს და ასე შემდეგ. როცა უკვე არც ერთი ბავშვი არ დარჩა,
ჰალიმა ეუბნებოდა თავის ქმარს, უთხრა რომ არ მინდა მე დავბრუნდე ჩემს სახლში ისე რომ ყველა ჩემი დაქალები აიყვანეს ბავშვები და მე არ ამეყვანა ბავშვი. ამიტომ მოდი ავიყვანოთ ეს ბავშვი და ინშალლა რომ ღმერთის ნებითო ჩვენ ღმერთი ხეირს მოგცემსო. და მასმა ქმარმა თქვა რომ კი, ანუ მოდი ავიყვანეთო და ვინდოთ ღმერთს ვინდოთ და ღმერთის ნებით ჩვენ ღმერთი მაგის გამო მოგცემს ჩვენ ბარაკათსო, იმიტომ რომ ავიყვანეთ ობოლი ბავშვი ავიყვანეთ. და ჰალიმა ყვებოდა რომ მეორე დღეს როცა გაივიდეს იმისთვის რომ წასულიყვნენ უკვე თავის სახლში, სანამ ანუ წავიდნენ, შეერყო რომ მის მკერდში უკვე რძეც იყო ბევრი. აჭამა თავის რძით თავისი ბავშვიც და მუჰამედის აჭამა. და გაუკვირდა ეს ძალიან გაუკვირდა რომ იმის მიერ როგორც კი აიყვანა ეს ბავშვი რაღაც ანუ ცვლილელები დაიწყო. დროს უკვე დაიწყეს ანუ გზა უკან თავის ტომში, ყველა დაჯდა თავის აკლემებზე, ვირებზე და ასე შემდეგ. ჰალიმას ვირი, რომელიც იყო სუსტი, რომელიც ზრაბად ადადიოდა, არ იყო ჯანზე ასე ვთქვათ, უკანა გზაზე როცა დაიწყო ანუ წავიდა, ყველას გაუსწრო. ყველა დანარჩენებს გაუსწრო როგორც ყვებოდა ჰალიმა და მაგასაც ძალიან გაუკვირდა. აკლემი რომელიც იყო მაგასთან ერთად, მაგას ასოლა ჰქონდა ბევრი რძე. მისი დაქალების ყვებოდნენ რომ უთხრეს ჰალიმას რომ ჰალიმა, ნუ თუ ეს იგივე ვირი არისო, რომელსაც შენ მოხვედიო და ჰალიმა იზახდა იგი ანუ ღმერთის ვარ იგივე ვირი არისო და მისი დაქალები ყვირდნენ რომ ვაი შენ დაგვილოდიო, ნუ გეჩქარები ისა ძალიან მაგრამ ნუ გეჩქარები და ყველას გაუსწრო ის ვირი. როგორც კი მოვიდა ჰალიმა თავის სახლში, შეეტყო რომ ამ ბავშვის მოსვლასთან ერთად ძალიან ბევრი ბარაკათი მოვიდა, ძალიან ბევრი წყალობა მოვიდა. მისი ცხვრები რომელსაც მიდიოდნენ იმისთვის მინდორში, მთებში იმის რომ ჭამონ და როცა ადრე მოდიოდნენ, ანუ ცარიელი მუცლები, ანუ ცარიელი რძის გარეშე მოდიოდნენ, მაგის მერე დაიწყეს ანუ სავსე ქონდათ რძე მოდიოდნენ სავსე რძით. ასევე აკლემების და მისი მეგობრების და ქალების და მეზობლების ყველა ამბობდნენ რომ თავისებს ეუბნებოდნენ რომ წაიყვანეთ ჩვენი ცხვრები, აკლემები, ან იქ წაიყვანეთო სადაც ჰალიმას და მის ქმარს მიყავსო. ისინი მიდიოდნენ იგივე ადგილას, მაგრამ ბრუნდებოდნენ ცარიელები. და ჰალიმა ყვებოდა რომ მაგის მერე უკვე მეს რძე მომემატა, ანუ მკერდში მას ძალიან ბევრი რძე ჰქონდა მომემატა, მისი ბავშვის კარგად ჭამდა, თვითონ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა კარგად ჭამდა და ბევრი ხერი ნახა იმ ბავშვისგან. როცა უკვე გახდა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მიახლოებით 2 წლის და რამოდენიმე დღე მოვიდა უკვე დრო რომ და უნდა დაებრუნებინა ჰალიმა დედამისს ამინას. იმიტომ ყოველ 2 წლით მიდიოდნენ ბავშვები რჩებოდნენ მან სოფელში, ძლიერდებოდნენ, გამაგრდებოდნენ და მერე ბრუნდებოდნენ უკვე თავის მშობლებთან. როცა დაბრუნდა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თავის დედასთან, ჰალიმას თხოვა ამინას თხოვა რომ დაეტოვებინა კიდე მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მის სახლში, იმის გამო რომ იმდენი ბევრი ხერი ნახა, იმდენი ბევრი ბარაკათი ნახა და წყალობა ნახა იმ ბავშვისგან, რომ მიხვდა რომ ბავშვის გამო მოემატა მის სახლში ამდენი ბარაკათი რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო. და თავიდან ანუ ამინა მაგას უარს ამბობდა მაგაზე რომ ამბობდა რომ არა უკვე საკმარისია, კარგად იყო თქვენთან, დარჩე ჩვენთან, всё. მაგრამ ჰალიმა მაინც თავისზე იდგა რომ უთხრა რომ ანუ უფრო გაძლიერდება ბიჭი, უფრო ძლიერი გაიზრდება, ჩვენთან კარგად არის და ასე შემდეგ. მონახულება შეიძლება და ყველაფერი კარგად ექნება და ბოლოს ანუ დათანხმდა ამინას დათანხმდა გაუშვა კიდე მისი შვილი ჰალიმასთან ერთად. და როცა შუმარ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ გახდა მიახლოებით 4 წლის ანუ 5 წლის მოხდა ისეთი ამბავი რომელსაც ქვია გერდის გახსნა. მოვიდა შუმარ მუჰამედთან შუმარ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო ბავშვი 4 ან 5 წლის თამაშობდა თავის მეგობრებთან ერთად. და მოვიდა ანგელოზი გაბრიელი ალეიჰისალამ შვიდობა მას ანუ ადამიანის ფორმაში იყო. დაიჭირა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მის ხელზე დაიჭირა, დააწვინა ზირს და გაუხსნა მკერდი, ასე ვთქვათ ოპერაცია გაუგეთა. ამოიღო გული და მისი გული დაბანა ზამზამის წყალში და რაღაც ნაწილი შავი კი არა სისხლის რაღაცა ნაწილი ამოიღო და გადააგდო და თქვა რომ ეს არის შეიტანის ან სატანასი ნაწილი ან რაღაც ზეგავლენა რომელიც აქვს ხალხზე, ეს არის მისგან და აიღო გაასუფთა მისი გული და გადააგდო და ისე ჩადო მისი გული და ასე ვთქვათ გაკეთა როგორც დღეს ჩვენთან იძახიან დიდი ოპერაცია. და ბავშვები რომელიც ნახეს ეს ან შორი ნახეს ვიღაცა დაიჭირა გაუხსნა მას მკერდი ძალიან ყველას შეეშინა და ყვირი დაიწყეს. გამოვიდნენ ჰალიმას დაუძახეს, მოვიდა ჰალიმა ნახა რაღაცა შრამი აქ ან რაღაცა შეის მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მის მკერდზე და ძალიან შეეშინდა. და მაგ ამბავის მერე დაუბრუნა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ დედამისს დაუბრუნა. როცა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ დაბრუნდა დედამისთან, დედამისს უნდოდა თავისი ქმრის ანუ საფლავის მონახულება, რომელიც იყო იასრიბი იყო
და გზა მანდ იყო მიახლოებით 500 კილომეტრი. წარმოიდგინეთ, რომ არის უდაბნო დღევანდელი დღესავით არ არის, სადაც არის მანქანები, თვითრინავები, კონდიციონერები და ასე შემდეგ მანქანაში არის უდაბნო სიცხე, აკლიმი დადისნელა და რამოდენიმე დღე უნდა იმისთვის, რომ მიაღწიოს იმ ადგილსაც, რომელსაც არის იასრიბში და არის 500 კილომეტრი. როცა მივიდა მანდ, მოინახულა ამინა თავისი ქმარი, დარჩა მანდ, და მივიდა მანდ თავის მსახურთან ერთად, რომელსაც ერქვა აიმან, ქალი იყო აიმან და ასევე მასთან ერთად იყო მისი ქმარის მამა, მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბაბუა, აბდულ მუტალიბი იყო ასევე მაგათთან ერთად. როცა დარჩა მანდ ერთი თვე, უკანა გზაზე როცა მიდიოდნენ, გახდა ამინა ცუდად იმ ადგილას, რომელსაც ერქვა ალ-აბვა. გახდა მან ცუდად ავა გახდა და მან გარდაიცვალა. ეს იყო მექის და მედინის შუაში იყო გზა, მან გარდაიცვალა და მაგის მერე აიყვანა აბდულ მუტალიბი მთლიანად აიღო თავის თავზე მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა მასზე ზრუნვა. როცა აბდულ მუტალიბი დაბრუნდა მექაში, იმის მერე რომ გარდაიცვალა და მისი გარდაიცვალა დაბრუნდა მექაში, მისი გული იყო ძალიან ნაწყენი. ან გახეთქილი, ასე ვთქვათ. იმის გამო რომ ჯერ მამა დაკარგა შუმალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა სანამ დაიბადებოდა. მაგის მერე დაკარგა, უკვე დედამისი დაკარგა და მაგაზე ქონდა ძალიან ნაწყენი და ეცოდებოდა მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ძალიან ძლიერად. თვითონ აბდულ მუტალიბი ძალიან დიდი სიყვარულით ეპყრებოდა მუჰამედს სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა და ასევე გადმოცემული ჰადისებიდან რომ უფრო მაგათ უფრთხილებოდა მას, ან უყვარდა მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა, ვიდრე თავისი საკუთარი შვილები. აბდულ მუტალიბი მაგ დროს რომ ჩვენ ყველანაირ ვიცოდეთ რომ იყო ძალიან პატივცემული ადამიანი. აბდულ მუტალიბი მას ჰქონდა ერთ-ერთი ქააბასთან მიდიოდა ხშირად, გაფრინდა მან რაღაცას, თავისი ასე ვთქვათ დასაφენელას მაგას ჰქონდა და ხშირად მან მიერდა, მან ისვენებდა. და აბდულ მუტალიბი როცა გაფრინდა იმ რაღაცას გასაფენს, ყველა ბავშვები იცოდნენ რომ იმ ადგილას დაჯდომა არ შეიძლება, ეს არის ბაბუის ან აბდულ მუტალიბის ადგილია, მან მიდის რომ იმისთვის რომ დაისვენოს. და როცა ვიღაცა ბავშვი მიდიოდა მან რომ დამჯდარიყო და ან ეთამაშა მან, დანარჩენი ბავშვები ეუბნებოდნენ იმ ბავშვს რომ წადი აქედან, რომ ეს არის აბდულ მუტალიბის ადგილიო. მაგრამ როცა მიდიოდა მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რომ დამჯდარიყო იმ ადგილას რომ დაისვენებინა, ეთამაშა და ასე შემდეგ, როცა ბავშვები ეუბნებოდნენ მაგას რომ გადიიღე იმ ადგილიდან, აბდულ მუტალიბი იზახდა რომ თავი დაანებითო ამ ჩემ შვილსო, მაგას ნუ ეხებითო. დააჯდა თავის გვერდზე, დააჯდა თავის მუხლებზე, დააჯდა მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა ეფერებოდა მას ზურგზე, ეფერებოდა მას თავზე და ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავდა მის მიმართ. და როცა შუმალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა გახდა მიახლოებით 8 წლის და 2 თვის, გარდაიცვალა ბაბუა მისიც აბდულ მუტალიბი. აბდულ მუტალიბი როცა გარდაიცვალა, სანამ გარდაიცვალა, დაუტოვა მუჰამედის რომ მიხედოს მუჰამედს აბუ ტალიბს იყო, ეს იყო შუმალ მუჰამედის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბიძამისი იყო, მამის მხრიდან, ბიძამისი იყო. დაუტოვა მაგისთვის რომ მიხედოს მისი სიკვდილის მერე. როცა აბდულ მუტალიბი აიყვანა თავისი, მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რომ მიხედოს, აზარდოს და ასე შემდეგ, მას უყვარდა მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ისე, ან უფრო მაგრად ვიდრე თავისი საკუთარი შვილები. და აბუ ტალიბი ყოველთვის ეხმარებოდა შუმალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. იმ დრომდეც როცა გახდა 40 წლის, როცა უკვე გახდა შრომავალი. ეხმარებოდა ყოველთვის მას, მტრობდა იმ ხალხთან, ვინც მტრობდა მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. იყო მეგობარი, ან ახლო ადამიანი იმათთან ერთად, ვინც იყო ახლო ადამიანი მუჰამედთან. რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ რამოდენი ხანში, მაგაზეც მოვა ყველაფერი ისტორია. აბდულ მუტალიბი შეეწყო რომ შუმალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი. და ერთხელ მოხდა ისეთი ამბავი რომ არაბებს ჰქონდათ ისეთი წესი, რომ როცა მაგალითად კაიხანი არ ყოფილიყო წვიმა, ყველანი ერთად გამოდიოდნენ და ღმერთს თხოვდნენ ლოცვას აკეთებდნენ ისე რომ ღმერთს გამოეგზავნათ წვიმა მაგათთვის. დღესაც აკეთებენ არაბები ისეთ რაღაცას და ესაც არის ჩვენს რელიგიაში სუნნათი ეგეთი საქმე, მაგასაც ინშალლა ვილაპარაკებთ. გამოიყვანა აბუ ტალიბი მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ქააბასთან და თავის ზურგით მიადო ქააბასთან მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და ლოცვები დაიწყო. მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ კიდე აწია თავის თავი მაღლა, თითით ჩვენა მაღლა და მაგ დროს არც ერთი ღრუბელი არ იყო. ცა იყო ცარიელი. ძალიან მზე ანათებდა ძალიან მაგრად. და მაგის მერე უცბად გამოვიდა ბევრი ღრუბლები და წამოვიდა წვიმა
და ეგეთი ბევრი სასწაული ჰქონდა შუმავალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა ძალიან ბევრი სანამ გახდებოდა შუმავალი მაგაზეს ინშალლა ვილაპარაკებ. აბუ ტალიბი ერთხელ გაემგზავრა შუმავალთან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა შამის მიმართ ან სირიის მიმართ და როცა მივიდნენ ის ადგილას რომელსაც ქვია ბუსრა მან იყო ერთი ასე ვთქვათ მღვდელი იყო რომელსაც ერქვა ბახირა. ბახირა შეატყო რომ შორიდან შეატყო რომ მოდის ვიღაცა ბავშვი და შეატყო რომ როცა ისინი მოდიოდნენ ქვები და ხეები ანუ იხრებოდნენ მის მიმართ. და როცა გაჩერდა აბუ ტალიბი გაჩერდა და შუმავალ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა მივიდა ბახირა მაგათთან აიყვანა ეს ბავშვი ანუ დაიჭერა მისი ხელი და უთხრა აბუ ტალიბს უთხრა რომ ეს არ არისო ჩვეულებრივი ბავშვიო. და ურჩია მაგას რომ უკან წასულიყო მექაში, იმიტომ რომ მაგ დროს მან ცხოვრობდნენ იუდაელები და უთხრა მაგას რომ მე მეშინია რომ იუდაელები მას შეიძლება ზიანს მიაყენებენ. და ბახირამ თქვა რომ ეს ადამიანი მაგას მიყვება ძალიან ბევრი ხალხი და ეს ადამიანი იქნება როგორც ანუ მუჰამედზე ყვებოდა რომ იქნება სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იქნება როგორც დიდი წყალობა ხალხისთვის. როცა შუმავალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა გახდა მიახლოებით 15 წლის მაგ დროს დაიწყო ომები რომელსაც ერქვა უსამართლო ომები ან უწესო ომები. რატო დაარქვეს ამ ომებს ასე? იმიტომ რომ არაბებს ჰქონდათ წესები რომ ამ კონკრეტულ თვეებში ომი მაგათ არ შეეძლოთ. ორივე მხარე, ვინც გინდა იყოს, იცოდნენ რომ ამ თვეებში ომი არ შეიძლება. მაგრამ მოხდა იმდენი ომი, იმდენი სისხლის დაღვრა, რომ არაბები დაიწყეს ომი იმ დროსაც. და შუმავალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა მანდაც მიიღო მონაწილეობა თავის ბიძასთან ერთად. შუმავალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა იყო ყურაიშიტები ან ტომი იყო რომელსაც ერქვა ყურაიშიტები ანუ ყურაიში და ყურაიშიტები და ყინანიტები ისინი ერთად იყვნენ ანუ სხვა ტომების წინააღმდეგ ომში და ყურაიშიტები და ყინანიტების მეთაური იყო ჰარბ ბინ უმეია ერთ-ერთი ძალიან პატივცემული ადამიანი მაგ დროს ისინი ებრძოლებოდნენ ტომს რომელსაც ერქვა ყეის აილან და თავიდან ისინი ანუ იგებდნენ მაგრამ მოვიდა და მაგრამ უკვე ყურაიშიტები და ყინანიტები დაიწყეს უკვე მოგება მაგის მერე ანუ შუმავალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თავის ბავშვობიდან უკვე იღებდა თავის ანუ მონაწილეობას ისე დიდ საქმეებში როგორც ომი, ვაჭრობა და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ კიდე ცოტა ხანში ვილაპარაკებთ. როცა დამთავრდა ეს ომი, ანუ უსამართლო ომი, ან უწესო ომები, და ისეთი შეთანხმება დაიწყეს, ანუ ყველა 5 ტომი იყო, ყველაზე უძლიერესი ტომი და შეთანხმება დააწესეს, რომელსაც დაარქვეს, ანუ როგორ ვთქვათ, ანუ ნამუსის შეთანხმება, ასე ვთქვათ, ნამუსის შეთანხმებას. მან იყო 5 ტომი, ბანუ ჰაშიმი იყო, ბანუ ალ-მუტალიბ, ასად ბინ აბდ ალ-უზზა, ზუჰრა ბინ კილაბ და თაიმ ბინ მურრა. ეს 5 ტომი იყო მან. ყველა ამ 5 ტომის წარმომადგენლები შეგროვდნენ ესეთი ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ ადამიანთან, რომელსაც ერქვა აბდულლა ბინ ჯადან ათ-თაიმი. მას სახში შეგროვდნენ რომ გაეკეთებინათ ეს შეკრულება რომ მაგათ შორის არ იქნება ომები და ასე შემდეგ. და ასევე იმ სახში გააკეთეს ის წესი რომელიც ჩვენ წინაზე ვილაპარაკეთ რომ თუ ვიღაცა მოვა მექაში ვიღაცა უცხო ადამიანი, საერთოდ უცხო და ვიღაცა მას დაჩაგრავს, ან მექიდან ვიღაცა იქნება დაჩაგრული, ან უცხო ადამიანი, აუცილებლად ეს 5-ვე ტომი დაეხმარება იმ ადამიანს. და თუ მაგას რაღაცა წაართვეს, აუცილებლად დაუბრუნებენ. თუ რაღაცა არასამართლად მოიქცნენ მასთან, აუცილებლად მას დაეხმარებიან. და თვითონ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა ყვებოდა როცა უკვე გახდა, როცა გაიზარდა და გახდა უკვე შუმავალი, ყვებოდა ამ შეკრულებაზე და ამბობდა რომ თუ მე დღესო მიქნებოდა ანუ ისე იგივე ანუ თუ ხალხს მოენდებოდათ იგივე რაღაც გაკეთება, ანუ იგივე შეკრულების რომ დაეხმაროს ხალხს და ასე შემდეგ, მე ვიქნებოდი პირველი ხალხისგან, ვინც ანუ მონაწილეობას მიიღებდა ეგეთ შეკრულებაში, ეგეთ შეთანხმებაში. ამაზე ჩვენ დღეს გავჩერდებით ალლაჰის წყალობით და შემდეგ გაკვეთილზე უკვე დავიწყებთ იმაზე, რომ როგორი იყო შუმავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ცხოვრება, ანუ როგორ მუშაობდა, ვინ მოიყვანა ცოლად და ასე შემდეგ. მაგაზე უკვე ვილაპარაკებთ ინშალლა. შემდეგ გაკვეთილზე. ალბათ ვთხოვ რომ ეს სერიები, გაკვეთილები გახადოს ხერიანი ყველასთვის და საინტერესო თქვენთვის და რომ იყოს ხერიანი და ცოდნისთვის. ალლაჰუმ ბარაკ